რადგან ასეთი დიდი ინტერესი არის ამ თემებთან დაკავშირებით, მოდით ყველა კითხვაზე გაგცემთ პასუხს დეტალურად. პირველ რიგში გეტყვით იმას, სანამ თავიდან დავიწყებ, რომ მე არავინ არ მძულს, არც ნუკი და არც არავინ პირიქით ნუკიმ, როდესაც გამოუშვა პირველი პროდუქტი, ეს იყო ტუჩსაცხი წითელი. მე მაშინ ვიყავი მაქსიმეზე ორსულად და მომცა უდიდესი ის мотиваცია, რომ შეიძლებოდა რომ მეც მქონოდა ჩემი ხაზი. ოღონდ მე კრემების ხაზი, სკინქეარი. რაც შეეხება აი იმ გადაცემას, როდესაც ნუკი მოვიდა ჩემთან, აი ამაზე ხდება ყველაფერი. კი, გეთანხმებით, ვიდეო გამომიგზავნა, იყო ანონსი, რომელიც ანონსი ვნახე. და ანონსი მომეწონა 2 კადრი იყო, რაც ვთხოვე რომ ამოეჭრა, რომ კერდი მიჩანდა. იმ პერიოდში ვიყავით მე და აკა ბოდიშით. იმ პერიოდში მე და აკა ვიყავით შეყვარებულები და ჩემი ცხოვრება ხდებოდა სხვა ეტაპში გადადიოდა და კი ანონსი ვნახე. მაგრამ ვიდეო როგორი იყო სრულად და აი ის კადრები, რაზეც მე გესაუბრებით, რომ გინდ განათლებაზე, გინდ არ ვიცი, ლილოს ტავარზე და ან რაღაცაზე, ესეთი რაღაცა არ მქონიან მე ნანახი. ეს თქვენი ის არის, თქვენ როგორც გინდათ ისე გაიგეთ, გინდა დაიჯეროთ, გინდა არ დაიჯეროთ, იმიტომ რომ მე რაც არის იმას გესაუბრებით. კი, მითხრა ნუკი, რომ შეიძლებოდა მე ჩვენ ვისაუბრეთ, სანამ დაიდებოდა ვიდეო, მე ანონსის მაჩვენა, დამირეკა კიდეც, მითხრა, რომ იყო რაღაცა კადრები, რომლებიც გადაცემა არის და ჭირდება, მაგრამ გავიგე. მაგრამ როგორი იყო ეს ყველაფერი, მე გავიგე, როცა დაიდო, მაგრამ ამდენი წელს განმავლობაში ხალხო არ დამიდია, ანუ ერთადერთი ჩემ გადაცემაში, როცა მე გავაკეთე და როდესაც მე ვიყავი 7 თვის ორსული მაქსიმეზე და რაღაცა საქმე მინდოდა, იმიტომ რომ სხვა თამო დავტოვე, როდესაც მე გავთხოვდი, სხვა თამოს ვქმნიდი და დავიწყე ორსულობის პერიოდში ვლოგების გადაღება. და ნუკი დავთანხმდა ძალიან დიდი სიხარული და უბრალოდ გადაცემაშიც ვკითხე, მე რომ აი განათლებაზე თქო. მე მასზე არაფერი ცუდი წარმოდგენა არც მქონია, არც მაქვს და ჩვენ ხოლო და მხოლოდ მეგობრები არ ვართ, მე ამას ვიცახი, ტელევიზიებიდან ვიცნობ, ურთიერთობა ტელევიზიებიდან მქონია ამ ჩაწერაზე და როდესაც ორსულად იყო, მეკითხებოდა ხოლმე, მე რომ სოფიაზე ვიყავი ორსულად, რაღაც ჩვენებს ვაძლევდი. მე მასთან სხვა არაფერი არ მქონია და დღემდე მის კომპანიასაც, მასაც მე უდიდეს წარმატებას უსურვებ. ეს ერთი, რაც შემიძლია დავხურო და ყველა კითხვაზე, რაც ამას ეხება, ამ თემას ეხება, მოკლა. იმ მომენტში მე მეწყინა, არ მეწყინა, თუ რა იყო, უკვე 6 წლის წინანდელია და მე ეს თქვი კიდეც. რაც შეეხება გუშინთელ თემას. თქვენ რომ მეუბნევით, რომ ლაბაზე რატო არ გააჩუმეო. თქვენ ფოტოსკრინები გინდა დაგიტოს, რომ მე დაგიტოთ, რომ მე მივწერე, რომ არაფერი არ დაედო ლაბაზეს. უბრალოდ ყოველთვის მე ვცდილობ, რომ ყველასგან ვიყო ცალკე. არავისთან კონტაქტი არ მქონდეს, არაფერში მე ზედმეტად არ ჩავერიო და მე ჩემ საქმეს მივხედო. რაც შეეხება გუშინდელ თემას, ჩემ ვიდეოს, გეტყვით იმას, რომ მე ეს დღეები ვარ იტალიაში. რაც აქ ხდებოდა ხვალე ვარ, უდიდესი მისია მაქვს მე, რომ ეს დღე მინდა გამოვიყენო ჩემი კომპანიისთვის მაქსიმალურად და სულ ვარ გადარბენაზე. მე, როდესაც გამოვედი ჩვენებიდან, ტუალეტში პარიკი მოვიხსენი, სალი სახე რომ დავინახე და კომენტარები რომ წავიკითხე აღელვებულ ნიადაგზე, რაც მე მომაფიქრდა, აი ეს ვიდეო ჩავწერე. მაგრამ იქამდე შემოკარგებო მე ლაბაძესაც და არ ვიცი, ეხა ეს ფოტოების გამოფენა, სკრინების გამოფენა, მე როგორ მივწერე, იმან რა, ანუ ეს უკვე თქვენი ნება არის, გინდა იჯეროთ და გინდა არ დაიჯეროთ.